კიდევ ერთი თანხმობა გამგებელ MGF-დან მუნიციპალიტეტის სახელით გრანტის მიღებისა და სესხის აღების თაობაზე, რატომ დაუბრუნდნენ დეპუტატები ერთხელ უკვე განხილულს საკითხს და რატომ არ მთავრდება თემა, რომელიც ქალაქის მოსახელე გუნდის დაფინანსებას ეხება, ვინ ვის ადანაშაულებს საკითხის გაჭიანურებაში და ვინ ზარალდება ყველაზე მეტად. ხარება მესიის დაბადებისა და კაცობრიობის მხსნელის ამ ქვეყნად მოვლინების შესახებ 7 აპრილი ხარების დღესასწაულია. ერთგუმბათიანი ბაზილიკა მზიგულაზე ახალი ტაძრის მშენებლობა მრევლის შემოწირულობის ხარჯზე. მეშვიდე სკოლის გოგონათა გუნდი ჩემპიონია წარმატებული მწვრთნელების დაჯილდოება და გრანდიოზული ფეიერვერკი სპორტის დღესადმე მიძღვნილი ღონისძიებების ფინალი ზესტაფონში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგრიგ გარეშესხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ მიუბრუნდა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტის სახელით გრანტის მიღებისა და სესხის აღების თაობაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის საკითხს. საკრებულოს თავმჯდომარემ მიზეზები განმარტა. გამოვიყო თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თუმცა ჩვენ მუნიციპალიტეტი ვალდებული ვართ, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის პრინციპი, რომ თანადაფინანსება უნდა მოხდეს თუ, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი არის კრედიტუნარიანი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საბედნიეროდ კრედიტუნარიანი მუნიციპალიტეტა სიაში. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, რომ გარკვეული სესხი ავიღოთ, რაცა ეს გზა გაკეთდეს, 80% გვაძლევს სახელმწიფო გრანტის სახით. ამიტომ მაშინ ჩვენ როცა ეს საკითხი განვიხილეთ საკრებულოს ხდომაზე, იყო მცირე ხარვეზი, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მხრიდან არა. ჩვენ გადავაგზავნეთ ოქმის საკრებულოს ხდომის ოქმის ამონაწერი სამინისტროში, მუნიციპალური განვითარების ფონდში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო საკმარისი და საჭირო იყო საკრებულოს დადგენილების გამოცემა, განკარგულების გამოცემა მკაცრავად და ზუსტად ამასთან დაკავშირებით ჩვენ ეს საკითხი დღეს გავიტანეთ ხდომაზე, მოვამზადეთ განკარგულების პროექტი, ეხლა ხელი მოეწერება განკარგულებას და დღესვე ის სამინისტროში გადაიგზავნა. დავით მაღრაძის განმარტებით საკითხის ორგანიზაციული მხარის მოწესრიგების შემდეგ როდინაულის გზის რეაბილიტაცია სავარაუდოდ 2 თვეში უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. საკრებულომ აღნიშნულის გარდა სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურების წესი დაამტკიცა და გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიების გაცემის შესახებაც მიიღო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ კი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონთან დაკავშირებული თემის ირგვლივ ვისაუბრეს, რომელიც დღის წესრიგში არ შედიოდა. თქვენ ბატონო თვითონ თქვით რომ მუხში წერია, უფლება გვაქვსო. აბა თუ უფლება გაქვთ, რაღაცა გეშინიათ, რატო არ აკეთებთ ამას? აბა რაზეა? რომელი კანონმდებლობა კაცო სხვა კონკრეტულ ვაკეთებთ, ჩვენ არ მოვარდება რაში? ეს ფეხბურთი ხო ქალაქის კულტურული ღონისძიება არის. ხო ასე არის ბატონო? თქვენ ხო ქალაქის მეშვეობები ხართ ბატონო? თქვენ უნდა იზრუნოთ ამაზე რა? ხალხი არ გაჩერდება ის რაღაც გამოვა. კი ბატონო. გავაკეთოთ რაც გასაკეთებელია. მოდი თუ დაიშალა, მე გვიან იქნება ბატონო. უახლოესი მომავლისათვის რიგარეშესხდომის მოწვევას გეგმავს დეპუტატი სერგო ფუტკარაძეც. ერთადერთი საკითხის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ფეხბურთის განვითარებისათვის გათვალისწინებული თანხის საფეხბურთო კლუბისთვის გადაცემის შესახებ. მისი წინადადების რეალიზაციას როგორც წესი 12 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერის პროცესი ხდომიდან დეპუტატების გამოსვლისთანავე დაიწყო. თუმცა მანამდე სერგო ფუტკარაძემ კლუბში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტსა და კლუბის მფლობელებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების აუმოქმედებლობის გამო კლუბი ეროვნული ჩემპიონატიდან მოხსნისა და ლიკვიდაციის საშიშროების წინაშე დადგა. გარკვეული კონსულტაციები იქნა გავლილი როგორც აუდიტის სამსახურში, ასევე ფინანსთა სამინისტროში, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში და ახლა წერილს ელოდები. არც ერთ ესეთ ინსტანციაში არ ითქვა არაფერი იმის შესახებ, რომ რამე კანონი ან რამე ნორმატიული აქტი გრძალავს აი ამ ფორმით გუნდის დახმარებას. ესეთი რამე ვერ იპოვა ვერავინ და შესაბამისად მარტივი ცნება იურიდიული ის რაც არა აკრძალული ის ნებადართულია და შესაბამისად გასართულებელს მე აღარ ვხედავ. ეს საზოგადოებას და განუმარტე რა მდგომარეობაშიც არის დღეს სადავარ რომელ წერტილამდე ვართ მისულები. ჩვენ ფაქტიურად ველოდებით გაგზავნილი გვაქვს წერილები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში.
მაქსიმალურ შემოკლებულ დროში შეგვიძლია პასუხის გაცემას და ხვალისთვის ველოდებით პასუხს, თუ იქიდან იქნება დადებითი პასუხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თანხის გადაცემა კერძო კლუბისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხანდახან ეშლებათ ხოლმე ადამიანებს, რომ სხვა რაიონი თუ აფინანსებს, სხვა მუნიციპალიტეტი თუ აფინანსებს, ჩვენ რატო არ ვიფინანსებთ? სხვა მუნიციპალიტეტებში არის მუნიციპალური კლუბები და ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის, ani ფინანსების. ერთად კი ბატონო, სამტრედიის მაგალითზე მოგახსენებთ, ეს არის სამტრედიაში ერთადერთი კლუბი, რომელიც არის კერძო და ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თუმცა კანონთან შესაბამისობაში ის რო ეს ამას აკეთებს სამტრედია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ასია და ეს აუცილებლად სწორია. დღეს ქრისტიანული სამყარო ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ხარებას აღნიშნავს. გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ამ საოცარი სიტყვებით მიმართა გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამს და მესიის დაბადების შესახებ ახარა. სახიერმა ღმერთმა კაცობრიობა ვერ გაიმეტა სიკვდილისა და ეშმაკის მონობისათვის და ცოდვების სამუდამო ტყვეობისაგან გაათავისუფლა. ლოცავ დღევანდელ დღეს შეგწევოდეს უფლის მადლის ძალა, დაბუცელი იყავით ღვთისგან და სიკეთე და სიხარული მოგცეთ უფალმა და გაგაცრიელოთ და გაგახაროთ. დღეს ნამდვილად აღსანიშნავი დღე არის, ხარების დღესასწაული. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ჩვენს პატრიარქს, გააძლიეროს უფალმა იესო ქრისტემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი საქართველო. მეოხი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოსი და ყოფილიყოს შემწე და მფარველი. ხარების დღესასწაულს ულოცავ სრულიად საქართველოს და სრულიად ყველა ადამიანს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღისადმი მიძღვნილი წირვალოცვა შესრულდა. საგულისხმოა, რომ წელს ხარება წმინდა სამშაბათს დაემთხვა. პატრიარქის კურთხევით მორწმუნეებისათვის დღევანდელი დღე თევზით ხსნილია. წარსამართებლად ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის. კიდევ ერთი ახალი ეკლესია მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში. სულ რაღაც ერთი თვის წინ ზესტაფონში ზიგულის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია ერთგუმბათიანი ბაზილიკის ტიპის იქნება. მამა მაკარი და ადგილობრივების გრიგოლ მაღრაძისა და ზაზა ბერაძის კეთილინებით და უშუალო თანადგომით დაწყებული მშენებლობა დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. მთავარანგელოზ მიქაელის და გაბრიელის ტაძარი უნდა დამთავრდეს 2 წელიწადში მეუფის ლოცვა-კურთხევით. უბანს არ ქონდა მაინდა-მაინც როგორც საერთოდ ზესტაფონს ჩვევია ტაძრები და ღვთისმადლით ეს ტაძარიც აღდგომის მოახლოებამდე დავიწყეთ დაგეგმარება, აშენება და ველოდებით შემოწირულობასაც და იმედი გვაქვს უფლის. მოქმედი ტაძრის არქონას აღნიშნულ ქუჩაზე ძალიან განიცდიდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ღვთისწყალობით და კეთილი ადამიანების შემოწირულობით მალე ახალ ტაძარში წირვალოცვა შეძლებენ. მე როგორც ადგილობრივი მკვიდრი ამ დასახლების მიესალმები ასეთ ფრიად მნიშვნელოვანი საქმის კეთებას და თუ ვინმეს ეხელეწიფება რომ დაეხმაროს ასეთ რამეს ყველა იქნება მომხრე ამის და მადლობელი ვარ იმ ხალხის ვინც დაიწყო და ვინც ითავა ასეთი საქმის კეთება. სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა დასკვნით ეტაპზე გოგონათა კალათბურთის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ზესტაფონის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით განხორციელებულ საკალათბურთო ტურნირში ფინალში გასული მე-7 და მე-5 საჯარო სკოლები იცავდნენ თავი ამ ღირსებას. დაძაბულ ორთაბრძოლაში მე-7 სკოლამ გაიმარჯვა, მე-5 სკოლის გუნდი კი მეორე ადგილს დასჯერდა. ფინალისტები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სპეციალურად მათთვის განკუთვნილი თასებით დააჯილდოვა. კალათბურთელებთან ერთად გამგებელმა სპორტის თითქმის ყველა სახეობის წარმატებულ მწვრთნელებს გადასცა თასები და სიმბოლური საჩუქრები. დასასრულს ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრების წინაშე ადგილობრივი ანსამბლი წარსდგა თავისი საკონცერტო პროგრამით. სპორტის დღე ზესტაფონში ფეიერვერკით დასრულდა.